მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სამედიცინო პოდკასტ ნინო მარღიშვილთან ერთად და როგორც ყოველთვის საუბრობთ ყველაზე უფრო აქტუალურ და საინტერესო თემებზე. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო თემა, რომელიც ყველას აღელვებს, ეს არის კანის პრობლემები, თმა, კანი ფრჩხილები. სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად ვხვდებით სხვადასხვა რეკომენდაციებს თუ რეკლამებს, სხვადასხვა ტრენდული პროდუქტების თავისმოვლის რუტინის და ასე შემდეგ. რა არის სიმართლე და რა არის ნამდვილად მეცნიერულად დადასტურებული და რა არის მითი. ამ ყველაფრის გარკვევაში დაგვეხმარება ძალიან კომპეტენტური სტუმარი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი ერიკო აბრალავა, რომელიც ჩვენთან არის დღეს სტუმრად და ჩვენს კითხვებს ამომწურავად უპასუხებს. მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენთან და დავიწყოთ საუბარი ყველაზე უფრო ჩემი აზრით საჭირბოროტო საკითხით, როგორიც არის აკნე. მინდა გითხრათ, რა არის ზოგადად აკნე? ეს არის ვიზუალური პრობლემა თუ ინფექციური პათოლოგია თუ როგორ ხდება ამის დიფერენცირება ზოგადად და რას გვეტყვით ამის შესახებ? ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, თითქმის დერმატოლოგიურ ნოზოლოგიებში 50% მოდის აკნეზე და როგორც უკვე აღნიშნეთ, აკნე არის კანის დაავადება, რომელიც დაკავშირებული არის ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეციასთან და ეს არ არის მხოლოდ გარეგანი პრობლემა. ხშირად აკნე დაკავშირებული არის სხვადასხვა შინაგან დაავადებებთან, ჰორმონალურ ცვლილებებთან, ენდოკრინოლოგიურ დაავადებებთან და ასე შემდეგ. ბევრი სხვა პრობლემა შეიძლება იყოს ამ დაავადების მიზეზი. გასაგებია, როგორც თქვით, არ არის ეს მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა და შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგიების გამო იყოს გამოწვეული. ძირითადად გვხვდება სახეზე, გულმკერდზე, ზურგზე, იმ უბნებზე, სადაც ყველაზე მეტად არის გავრცელებული და დიდი რაოდენობით ცხიმოვანი ჯირკვლები. მომატებული ცხიმის გამომუშავება იწყოს შემდეგ მის დაგროვებას, კანქვეშ შეიძლება დაგროვდეს, ვერ გამოდის და ხდება მარტივად რომ ვთქვათ ასახსნელად მოსახლეობისთვის, მისი ინფექცირება შემდეგ უკვე დაგროვილი ცხიმის მეორადად ბაქტერიული მიკროფლორით, რაც უკვე განაპირობებს ანთებით პროცესს და ჩირქოვან ელემენტებს. კი, სამწუხაროდ ესე აქვე მინდა გკითხოთ, ზრდასრულ ასაკშიც გვხვდება აკნე. ამის მიზეზი იგივეა თუ რამე განსხვავებულ ფაქტორმა შეიძლება ემოქმედოს? ძირითადად აკნე არის პუბერტატულ ასაკში, თუმცა ზრდასრულ ასაკშიც ხშირად გვხვდება, რაც დაკავშირებულია ისევ და ისევ ჰორმონალურ ცვლილებებთან, არასწორი ცხოვრების წესთან, კანის არასწორ მოვლასთან. შესაბამისად შეიძლება დიდ ასაკშიც იჩინოს თავი და ზრდასრულებში შეგვხვდეს ეს პრობლემა. გასაგებია, დიდი მადლობა. ზოგადად ჰორმონალურ ფონს თუ აქვს გავლენა და ასე ვთქვათ, რა ჰორმონალურმა ფონმა შეიძლება გამოიწვიოს, რა ჰორმონალურმა მდგომარეობამ ორგანიზმის ამ აკნე, ამას თუ გვეტყვით და ასევე მინდა გკითხოთ გენეტიკურ განწყობას და სტრესს რამდენად შეიძლება მნიშვნელობა ქონდეს აკნეს განვითარებაში. გენეტიკური განწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუ ერთ მშობელს აქვს აკნე, შანსი იმის რომ შულს გამოუვლინდეს აკნე არის 25%, მაგრამ თუ ორს აქვს, მაშინ უკვე 50%. საკმაოდ მაღალია. და რაც შეეხება მომდევნო კითხვა, ახლა გავჩერდები, რა კითხვა იყო? ანუ ასე თქვი ასევე რომ სტრეს თუ აქვს მეთქი მნიშვნელობა და ჰორმონალური ფონი, რა ჰორმონალური ფონი ახდენს თქო გავლენას? ჰორმონებიდან ძირითადად გვხვდება მამაკაცური ჰორმონის ტესტოსტერონის სიჭარბე, რაც დაკავშირებულია გამონაყარის გამოსვლასთან და ასევე ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც გამომუშავდება სტრესის დროს, არის პასუხისმგებელი ხშირად კორტიზოლის ჭარბი რაოდენობით გამომუშავება შემდეგ განაპირობებს ტესტოსტერონის მომატებას, რაც განაპირობებს ცხიმიანობის მომატებას და შემდეგ უკვე აკნეს ელემენტების განვითარებას. კი ბატონო, ყვება და ცხოვრების წესზე ჩვენ ვისაუბრეთ, მცირედ შევეხეთ. აქვე მინდა გკითხოთ, რამდენად მართალია გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ შოკოლადი და ტკბილეული აუარესებს აკნეს? პირდაპირი კვლევები ამასთან დაკავშირებით ჩატარებული არ არის, რომ ყვება პირდაპირ კავშირშია აკნესთან, თუმცა არის მოსაზრება, რომ კარბოჰიდრატები, იგივე ნახშირწყლები და ვიცით რომ შოკოლადი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს და ასევე რძის პროდუქტები
დაკავშირებული არის აკნეს არა განვითარებასთან, არამედ არსებული აკნეს გამწვავებასთან. ამიტომ ჩვენ მაინც დერმატოლოგები ვურჩევთ პაციენტებს, რომ ნაკლებად ან მოერიდონ ამ მსგავსი ტიპის პროდუქტებს, ან მცირე რაოდენობით მიიღონ ის. გასაგებია, რაც შეეხება სპორტულ პროტეინს, სპორტული პროტეინიც ხშირად დაკავშირებული არის ჰორმონალ განსაკუთრებით ეს არის მეტაბოლური პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება კუნთოვანი მასის გასაზრდელად, ხშირად აკნესთან დაკავშირებულია. კი ბატონო, აქვე გითხავთ, ძილი და ნაწლავის მიკრობიომი, რამდენად შეიძლება იყოს გამომწვევი აკნეს? როგორც უკვე ერთხელ აღვნიშნეთ, კორტიზოლი არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება სტრესის დროს. ნაკლები ძილი და ორგანიზმისთვის სტრესია და შესაბამისად შესაძლებელია გაამწვავოს აკნეს მდგომარეობა. ამიტომ მე ვურჩევ ხოლმე პაციენტებს ყოველთვის ძილის რეჟიმი მოაწეს რიგონ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობენ აკნეს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი პასუხი იყო. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, არ არის მარტივი სამკურნალო აკნე, კომპლექსური მკურნალობა არის საჭირო, რომ მთლიანად ალაგდეს პროცესი. თუ ჩვენ ახსენეთ, რომ ანთებითი პროცესი შეიძლება იყოს, ანტიბიოტიკე თერაპია რამდენად მისაღებია აკნეს. ხდება თუ არა ანტიბიოტიკებით მკურნალობა აკნეს შემთხვევაში? სხვადასხვა ტიპის მკურნალობა ინიშნება. ზოგჯერ არის მხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით და მხოლოდ ადგილობრივი ტოპიკური ანტიბიოტიკებით. არის შემთხვევა, როდესაც ვიყენებთ სისტემურ, ანუ ორალურად მისაღებ ანტიბიოტიკებსაც და იზოტრეტინოინსაც. ეს უკვე დამოკიდებულია აკნეს ტიპზე და აკნეს სიმძიმეზე. ამას უკვე დერმატოლოგი განსაზღვრავს კონსულტაციის დროს. და იზოტრეტინოინი რამდენად საშიშია ზოგადად მკურნალობისთვის არის? ეს ხშირად დასმული კითხვა. იზოტრეტინოინი არის ნივთიერება, რომელიც იწარმოება A ვიტამინისგან და ის ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების ზომაში დაპატარავებას. რა თქმა უნდა, როგორც ყველა პრეპარატს, მასაც აქვს თავისი გვერდითი მოვლენები და საკმაოდ დიდი სია არის ჩამონათვალი ამ გვერდითი მოვლენების. ერთ-ერთი ყველაზე გახშირებული და პრობლემური არის კანის ძალიან გამოშრობა, რაც არის მისი გვერდითი მოვლენა და რაც აშინებს ხოლმე პაციენტს. ასევე არის ტერატოგენული, ანუ მისი მიღება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა იგეგმება. და ასე დროს საოცრებლად თავი უნდა შევიკავოთ, იმიტომ რომ მისი მიღება არის პირდაპირ უკუჩვენება ორსულობის დროს და დაორსულების დროს. თუმცა საკმაოდ ეფექტური პრეპარატია იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა ჩატარებული თერაპია იყო არაეფექტური და შემდეგ უკვე ინიშნება იზოტრეტინოინის შემდეგ ეტაპზე. ან თუ არის ძალიან მძიმე ფორმის კვანძოვან ცისტური აკნე. იმ შემთხვევაში, როდესაც ვითარდება კანზე ნაწიბურები. გასაგებია. კიდევ ესეთი კითხვა, კონტრაცეპტივები აკნეს სამკურნალოდ. სწორია თუ არა თქვენი აზრით? თუ არის ჰორმონალური დისბალანსი და თუ არის პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი, ან ამ შემთხვევაში კონტრაცეპტივები, რა თქმა უნდა, ინიშნება აკნეს სამკურნალოდ და არის ერთ-ერთი მკურნალობის მეთოდი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. კოსმეტოლოგიურ წმენდას რაც შეეხება და პროცედურებს, თქვენი აზრი მაინტერესებს აკნესთან დაკავშირებით, რამდენად სწორია, შესაძლოა თუ არა მკურნალობისთვის გამოვიყენოთ, თუ პირიქით აუარესებს მდგომარეობას და აუარესებს მდგომარეობას ხშირ შემთხვევაში. მე არ ვარ და ჩვენ დერმატოლოგები ხშირად უკჩვენებად მივიჩნევთ კოსმეტოლოგიურ ჩარევას, რადგანაც შეიძლება გარეთ არსებული მიკრობი უკვე კანქვეშ შევიტანოთ და უფრო მეტი პრობლემა გავითარდეს წმენდის შემდეგ. კი ბატონო. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, კანის მოვლა აკნეს დროს. აკნე ძალიან ისეთი დაავადება, არა მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს ადამიანის თავდაჯერებასაც ძალიან ისე თქვა ცუდად მოქმედებს თავდაჯერებაზე და ზოგადად ემოციური საკითხიც არის ხოლმე ძალიან ხშირად განსაკუთრებით პუბერტატულ პერიოდში მოზარდებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მოვლა კანის აკნეს შემთხვევაში. არის რაიმე კონკრეტული რუტინა აკნესთვის, რომელსაც ურჩევთ ჩვენს პაციენტებს, რომ გამოიყენოს
აღინიშნოს. პირობითად რამდენად ხშირად უნდა დაავიბანოთ კანი? კანი უნდა დავიბანოთ დილა საღამოს. ბატონო. კონკრეტული რუტინა უნდა შედგენილი იყოს ექიმის მიერ კანის ტიპის მიხედვით. კანი თუ მგრძნობიარეა, მგრძნობიარე კანის პროდუქტები უნდა შევარჩიოთ. თუ მშრალია, მშრალი ტიპის, რადგანაც არსებობს აკნის ტიპი, რომელიც მშრალ კანზე შეიძლება გავითარდეს. თუ კანი ცხიმიანია, ამ შემთხვევაში ცხიმიანი კანის დასაბანი საშუალება უნდა გამოვიყენოთ და თუ დავასრულებთ მკურნალობას და მოგვარდება პრობლემა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აკნე გაქრა სამუდამოდ, რადგანაც ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს რემისია, ანუ გამწვავება. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მუდმივად ის პროდუქტები, რომელიც არის აკნეს საწინააღმდეგო და ძალიან ბევრი გვხვდება ესეთი ჩვენ სააფთიაქო სივრცეებში. ბატონო, დიდი მადლობა. აქვე ძალიან ხშირი კითხვა არის, ჩვენი პაციენტები სვავენ ამ კითხვას. ტონალური კრემის გამოყენება აუარესებს თუ არა აკნეს მდგომარეობას და მზისგან დამცავი აუცილებელი არის თუ არა, რატომღაც გავრცელდა მოსაზრება, რომ ახშობს ფორებს მზისგან დამცავი საშუალებები, ხო და ამაზე მინდა რომ განვუმარტოთ. პირველი რაც შეეხება ტონალური კრემი, ეგრეთ წოდებული ტონალური, ანუ დამფარავი კრემი, იწვევს ფორების დახშობას. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ შედარებით თხელი ტექსტურის BB ან CC კრემი. ხოლო რაც შეეხება მზისგან დამცავ საშუალებებს, საბედნიეროდ დღეს არის არჩევანი ძალიან დიდი რაოდენობით არსებობს და სხვადასხვა ტიპის კანისთვის, უნდა გამოვიყენოთ იმ ტიპის კანისთვის, რომელიც გვაქვს, მაგალითად, ძირითადად აკნე, რადგანაც ცხიმიან კანზეა, ცხიმიანი აკნესკენ მიდრეკილი კანის მზისგან დამცავი საშუალება ფორებს არ დაახშობს და გამონაყარს არ გაამწვავებს. დიდი მადლობა. აქვე მინდა ჩვენს მშენელს უთხრა, რომ მიაკითხონ აუცილებლად დერმატოლოგს, იგი შეურჩევს მათთვის საუკეთესო პროდუქტებს რუტინისთვის, ყოველდღიური რუტინისთვის, რაც დაეხმარება აკნეს მკურნალობაში, შემდგომ თვითმკურნალობა და სოციალურ ქსელებში გაპიარებული პროდუქტების გამოყენებისგან თავი შევიკავოთ ჯობს. და ინდივიდუალურად შეგვირჩიოს დერმატოლოგმა ეს პროდუქტები, რომელსაც შემდეგ გამოვიყენებთ. დიდი მადლობა, ვერიკო. აკნე რთულდება ხშირად სამწუხაროდ და ზოგჯერ ტოვებს ნაწიბურებს კანზე. მინდა გკითხოთ, შესაძლებელია თუ არა, ან არიდება ამ ნაწიბურების თავიდანვე, ან თუ უკვე დარჩა ნაწიბურები მკურნალობა და რომ შესაძლებელია თუ არა სრულად მოხდეს გაქრობა ამ დარჩენილი ნარჩენი მოვლენების, ასე ვთქვათ, აკნეს შემდგომი. ნაწიბურების თავიდან არიდება პირველ რიგში ეს არის დროულად მკურნალობის დაწყება, რადგანაც ოდესაც მკურნალობა დროულად იწყება, ნაწიბურიც არ რჩება. შემდეგ არის უკვე სწორი მოვლა, რა თქმა უნდა, ანთებითი პროცესი ნაკლები უნდა იყოს, რომ ნაწიბური გაჩნდეს და არსებობს ნაწიბურების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ეს არის ლაზერული აბლაცია, ანუ მისი მოწვა. თუმცა მაინც ძალიან დიდ პრობლემად რჩება და საბოლოო და სრულყოფილი მისი მკურნალობა სამწუხაროდ არ არსებობს თუ ნაწიბური არის ღრმა. დიდი მადლობა. აქვე ნაკითხოთ, ქალბატონების შემთხვევაში ძალიან ისეთი საკითხია, საჭირო როტო ორსულობის პერიოდში როგორ ვიმკურნალოთ აკნეს სწორად. გარდა იმ ტერატოგენული პრეპარატისა, რომელიც ჩვენ ვახსენეთ და არ შეიძლება აკნეს შემთხვევაში დაინიშნოს, თუ არის რისკშემცველი სხვა პრეპარატები, რომელთაც აკნე იმკურნალდება. და ანტიბიოტიკების გამოყენება არ შეიძლება, ერთადერთი მსუბუქი პრეპარატებიდან რაც შეიძლება გამოვიყენოთ, ეს არის თუთიის შემცველი პროდუქტები და აზელაინის მჟავა, რომელიც შედარებით უფრო ეფექტურია ორსულობის დროს და ამ შემცველობით ასევე არსებობს მსუბუქი გლიკორის მჟავა, ალფა ჰიდროქსის მჟავა, ბეტა ჰიდროქსის მჟავა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ორსულობის პერიოდში გარეგანის საშუალების სახით. შესაძლებელია ორსულობის დროსაც აკნეს მკურნალობა, მაგრამ მსუბუქად. ძალიან დიდი მადლობა. მე პირადად ამომწურავე პასუხი მივიღე ყველა ჩემს კითხვაზე. ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. მე ერთი ის გადამჩენია შევაჯამო, რომ აკნეს გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, შესაბამისად მკურნალობის მეთოდებიც არის განსხვავებული. ორსულობის შემთხვევაში სხვანაირად მიმდინარეობს მკურნალობა. იგივე კოსმეტიკურ საშუალებებს და რუტინისთვის საშუალებებს გვირჩევს ექიმი დერმატოლოგი აუცილებლად. და ბოლოს რაც მინდა გკითხოთ, არა
შემოგთავაზოთ, ხომ არ გაქვთ რაიმე სურვილი, ხომ არ გაქვთ სურვილი ურჩიოთ ჩვენს მსმენელს ან ყოველდღიურ რუტინასთან დაკავშირებით, რამე რჩევა ხომ არ გექნებათ, ან პირობითად როდესაც ადამიანს აწუხებს აკნე, რა უნდა გააკეთოს აუცილებლად ხვალვე. აუცილებლად ხვალვე თუ აწუხებს აკნე, დაიწყოს მკურნალობა, დიდხანს არ გადადოს, რომ არ მოხდეს მის კიდევ უფრო გამწვავება. რჩევა აუცილებლად გამოიყენოს მზის განდამცავი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობს აკნეს, რადგანაც შემდგომ ახასიათებს ამ პრობლემას უკვე ლაქების წარმოქმნა, თუ მზის განდამცავს არ ვიყენებთ მკურნალობის პერიოდში. და ნაკლები სტრესი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი ძილი, სწორი კვება, რაც განაპირობებს ლამაზ, ჯანსაღ და სულყოფილ კანს. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ მადლობას გითხრით მობრძანებისთვის, საინტერესო და ამომწურავი პასუხებისთვის. ჩვენს მსმენელს კი ვეტყვი, რომ თქვენს კითხვებს ველოდებით კომენტარებში და თუ მოგეწონათ აუცილებლად გამოგვიწერეთ, რათა არ გამოგრჩეთ სიახლეები.